მოგესალმებით. აქ განვიხილოთ Nero როგორც პროგრამა, ეს არის მას შეუძლია დისკებზე ჩაწერა და ასევე ბევრი სხვა ძალიან საინტერესო ფუნქცია, მოკლედ საკმაოდ დატვირთული პროგრამაა და მასთან მუშაობაში მის შესახებ თანდათან უფრო ბევრს გაიგებთ. ეს არის მე-7 ვერსია, მე-7 ვერსია ამ ეტაპისთვის საკმაოდ ძველი ვერსია, უკვე გამოსულია მე-9 და შემდეგი ვერსიები, ასე ვთქვათ განახლებები. მაგრამ პატარა არის, ფუნქციონალურია ეს მე-7 ვერსია და თითქმის იგივე ფუნქციები აქვს, უბრალოდ შეიძლება სისწრაფეში და დიზაინში არის განსხვავება. რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მე-7 ვერსია საკმაოდ ნორმალურია. ეს არის 177 მეგაბაიტის საინსტალაციო პაკეტი, როგორც ხედავთ. გადმოწერის შემდეგ, რაც პროგრამა მოხდება თქვენს კომპიუტერში, სტანდარტული ამოარქივების შემდეგ ასეთი სახეს მიიღებს და ვიწყებთ მის ინსტალაციას. მასზე ორჯერ კლიკით გამოვა ფანჯარა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გააგრძელებს საინსტალაციო პაკეტის დაყენებას. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ მას. პროგრამა აგრძელებს დაყენებას, ასე ვთქვათ, ჩვენს ჩარევას ის ამ ეტაპზე არ მოითხოვს. უბრალოდ დავაკვირდეთ თუ რა ხდება. გამოვაგდო ფანჯარა იმისა, რომ მზად არის საინსტალაციო პაკეტი და ჩვენ შეგვიძლია დავაინსტალიროთ, უკვე აქედან იწყება სწორედ ის პროცესი, რომელსაც დაყენება ქვია. ვაწვევით დალე, ანუ ამ შემთხვევაში იგივე next, ამ შემთხვევაში ქართულად ეს არის შემდეგ. ლიცენზია, რომელსაც უნდა დავეთანხმოთ, თუ რა თქმა უნდა გჭირდება პროგრამის დაყენება. და სერიული ნომერი, რომელიც შეყვანას ასევე აუცილებელი. აქ ჩვენ წერთ ჩვენს სახელს, შემდეგ ორგანიზაციის სახელს, თუ ამის აუცილებლობა გვაქვს, ან თუ არის ორგანიზაცია და სერიული კოდს. იმისათვის, რომ სერიული კოდი გქონდეს, აუცილებელია პროგრამის შეძენა და მაშინ, ასე ვთქვათ, თანხის გადახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ პროგრამას, რომელსაც აქ თავაზობთ, მოყვება თავისი კეიგენი, ესე ეწოდება, ეს არის გასატეხი ვერსიები, ანუ ეს ჩვენ გაგვიკეთებს კოდს, რომლის საშუალებითაც უკვე სისტემა შეგვიშვებს მის შიგნით. იმისათვის, რომ ავიღოთ კოდი, აუცილებელია მივუთითოთ ჩვენი ვერსია, ანუ რავს ვიყენებთ. ეს არის Nero Premium მე-7 ვერსია, მე-7 ვერსიებზე ეს კეიგენი გათვლილი, მაგრამ ჭირდება ნასახელება RNL Ultra Demo, აქ ჩამოთვლილია გარკვეული მონაცემები იმ პროგრამებისა, რომელმაც Nero-მ გამოუშვა, ასე ვთქვათ. ეს არის პრემიუმი და ჭირდება კოდი. მივიღოთ ესეთი კოდი. ვაკეთებ კოპირებას და ჩავსვამ იქ, სადაც სერიის ნომერს მიწერს. ვაგრძელებ. როგორც ხედავთ, კოდი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა არის ლიცენზირებული და ის იმუშავებს ჩვეულებრივ, თავის მაქსიმალურ შესაძლებლობას გამოიყენებს. ჩვეულებრივი თუ სწრაფი დაყენება, ამ შემთხვევაში ყოველთვის ზოგია, რომ ჩვეულებრივი აბიჯნი დავაყენოთ, იმიტომ რომ დიდი განსხვავება მათ შორის არ არის და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რაღაც ფუნქციები აქ გქონდეს შემოკლებული, ამიტომ დავაყენოთ არანაირი პრობლემას და დროს ეს მაინც ის არ წელოს. ვაგრძელებ. და უკვე თითქმის ბოლო ვერსია იწყება უстановка, ანუ დაყენება, აწვევი დააყენე და შეივსება სტანდარტული საინსტალაციო პროცესი. აქ აქვს პარამეტრები, რომლის დანახვაც ასე ვთქვათ Nero შეეძლება, ეს არის იგივე სურათის ფორმატები, ეს არის ვიდეო ფორმატები, მუსიკალური ფორმატები, MP3, MP4, საკმაოდ რაოდენობა MIDI პეიჯი და ასე შემდეგ. და სხვადასხვა პარამეტრები, რომლებიც ასე ვთქვათ Nero საშუალებას მოხსენს, რომ დაინახოს. შეგვიძლია მივუთითოთ ყველა ამ ღილაკზე დაჭერით და გავაგრძელოთ ინსტალაცია. სულ ეს იყო ინსტალაციის პროცესი დასრულებულია, ვაწვევით გატოვა, ანუ დასრულება და ვნახოთ თუ რა გვაქვს ჩვენ ეკრანზე. ჩვენ გვაქვს Nero Home, ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო Nero-სათვის, შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ. ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ასე ვთქვათ დაგეხმარებათ მასთან მუშაობაში, ანუ აქ ახსნილია თითქმის ყველაფერი.
რაც შეიძლება რომ გამოიყენოს. და დაგეხმარებათ პროგრამასთან მუშაობაში. ეს არის თვითონ პროგრამა. ეს არის თვითონ პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ აქ ფერი შეუცვალოთ, რაღაც დამატებითი ფუნქციები ჩაურთოთ, დამატებითი ფუნქციები მაგალითად ეს არის აუდიო ფორმატის დისკების მხარდაჭერა, დამატებითი ფუნქციების ჩართვის შემდეგ მას ემატება როგორც ხმის ჩაწერა, ისე აუდიოს იზმენს აუდიო, ანუ ეს არის აუდიოს შეცვლა, ხარისხის მომატება, კოპირება DVD დისკებისა და სხვა რამ. ჩვენ ახლა ყველაფერს ამას რა თქმა უნდა არის საერთოდ ესეთი პროგრამა, რომელიც CD და DVD დისკებთან სამუშაოდ გამოგადგებათ და რამოდენიმე ეფექტი აქვს ჩაწერილია, რაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ასევე მას შეუძლია დისკის წაშლაც, იგივე გაყოფილება ეს არის აჩისტი DVD, ანუ DVD-ს წაშლა, ასე გვიძლია CD DVD-ზე გადავიყვანოთ და სადაც ორივე ფუნქცია დროულად ერთვება, CD-ზე მუშაობა და DVD-ზე მუშაობა. ამ შემთხვევაში წაშლა იქნება ორი სახის აჩისტი CD, აჩისტი DVD. ეს რა თქმა უნდა ფუნქციონირებს RW დისკებზე, CD-ერი და DVD-ზე ეს არ იქნება, ან +R-ზეც არ იქნება, უნდა იყოს RW. ნუ ალბათ იცით, ეს არის დისკების სახეობა და ფასი შესაბამისად ამის მიხედვით მერყეობს დისკებზე. ნუ რაც შეეხება პროგრამა Nero-ს დაინსტალირებულია დისკის აზრზე ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ უკვე, ხოლო თუ როგორ ჩავწეროთ რა დისკები, ამის შესახებ გვაქვს განხილული ცალკე პროგრამაში.